ზაფხულის სეზონია და ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდება თემა შვებულება. Როგორ დავასვენოთ გონება, რა მნიშვნელობა აქვს გონებრივ განტვირთვას და რომელი უნარების აღდგენაში გვეხმარება თემაზე სასაუბროთ, შემოგვერთდა ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნინო კერესელიძე. ნინო, გამარჯობა, მოგესალმებით. მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ერთი შეხედვით ძალიან მარტივი კითხვა უნდა დავსვათ ალბათ, ხომ? პირველი შეკითხვა, როგორ დავასვენოთ გონება, თუმცა ძალიან რთული პასუხი შეიძლება იყოს, ხო? გასაცემად პასუხი გასაცემად, ხო? არა მხოლოდ სულიერად დავისვენოთ, ფიზიკურადაც როგორ ხერხდება ეს ყველაფერი, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ და რჩევასაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს დასვენების ნაწილი, მიქიდან გამომდინარე, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც მთელი წლის მანძილზე ჩართული არის სხვადასხვა ტიპის აქტივობებში, იქნება ეს სასწავლო მიმართულებით თუ სამუშაო მიმართულებით, წლის ბოლოს გაზაფხულის დადგომასთან ერთად უკვე იწყებს ფიქრს, როგორ დაისვენოს და ნამდვილად ეს არის ხოლმე ყველაზე ისეთი მთავარი წერტილი, საიდანაც ადამიანები იწყებენ როგორც შვებულების დაგეგმვას, ასევე საკუთარი აი ამ დროის გატარების პროცესის დაგეგმვას და მენეჯმენტს და ინდივიდუალურია ძალიან თითოეული ადამიანისთვის ის რაც მუშაობს შეიძლება დასვენებასთან მიმართებაში უმრავლესობა ადამიანებისთვის შეიძლება არ იყოს ძალიან პოზიტიური ყველასთვის. მაგალითისთვის ზოგი ადამიანის ყველაზე მთავარი აქცენტი არის ამოსუნთქვა, დასვენება, ძალიან შვიდ წყნარ გარემოში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც სრულიად საპირისპირო აქტიური დასვენების მოყვარულები არიან. ეს დაკავშირებული არის ფსიქოტიპზე, დაკავშირებული არის ხასიათზე და იმ ქცევის კულტურაზე და პატერნებზე, რომლებშიც იმყოფება ადამიანი. ამიტომ წინასწარ რომ ვთქვათ, ერთი უნიკალური დასვენების მეთოდი, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სწორი და არ იქნება მართალი, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი არის, რომ გავითვალისწინოთ დასვენებასთან მიმართებაში რამოდენიმე ისეთი საკვანძო საკითხი, რაც არის პირველი, ვიყო კონტაქტში საკუთარ თავთან, შეგრძნებებთან, ემოციებთან, გაცნობიერებული მქონდეს ჩემი დამოკიდებულება და მდგომარეობა, როგორ განვიცდი საკუთარ თავს, რა არის რაც მე მეხმარება დასვენებაში, აი ეს დავიჭირო. გარდა ამისა, ვნახო, რომელი დასვენების მექანიზმი ან აქტივობა მომცემს საშუალებას შევივსო სიახლეებით. იქიდან გამომდინარე, რომ დასვენება მხოლოდ ისეთი პასიური მდგომარეობა არ არის. და იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს სრულიად თავისი ძალების რეგენერაცია და მოახდინოს აღდგენა ყველანაირი პროცესისთვის და მზაობა, მას სჭირდება ერთის მხრივ პოზიტიური და სასიამოვნო ემოციებით შევსება და აი ამასთან კონტაქტირება და მეორეს მხრივ სჭირდება ფიზიკური სხეულებრივი დასვენებასთან ერთად მენტალური დასვენება. სუფთა ჰაერზე წამოწოლა მხოლოდ არ არის დასვენება. რა თქმა უნდა, მხოლოდ სუფთა ჰაერზე წამოწოლა ვერც ეს შემთხვევაში ვერ იქნება დასვენება, იქიდან გამომდინარე, რომ თუ კი მე მხოლოდ და მხოლოდ ვწევარ და სკროლავ ან რაღაცას ვათვალიერებ, ასე დროს ჩემი ტვინი აბსოლუტურად არის გათიშული და ამ გათიშულ მდგომარეობაში ყოფნისას გადაღლა უფრო მეტი მოდის, ვიდრე დასვენება. თუ კითხულობ წიგნს და არ სკროლავ? როდესაც მე ვამუშავებ ტვინს და ვაძლევ მას საშუალებას, რომ სხვადასხვა საკითხით იყოს მოცული, გადაერთოს თემიდან თემაზე, ეს რა თქმა უნდა უფრო მეტად რელაქსაციასთან არის დაკავშირებული და გარდა ამისა, აქ არის მეორე საკითხი, რასაც ვაკეთებდი მთელი წლის მანძილზე და ყველაზე აქტიურ პერიოდში, აი ეს უნდა შევცვალო, იმისთვის რომ სიახლე განახლება წამოვიდეს ადამიანის ცხოვრებაში. დიახ, ნინო, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დაველოდოთ, როდის გადავიწვევით, ვთქვათ, და რაღაც პატარ-პატარა განტვირთვები, დასვენებები ჩვენს თავს მოვუწყოთ, მანამ სანამ მოხდება ესეთი ძალიან მძიმე გადახლა. აი მაგალითად, კვირაში ერთხელ, ვთქვათ, აი სუფთა ჰაერზე გასეირნება, რაღაცა წიგნის წაკითხვა, სხვა აქტივობით რომ დაკავდებით, ვთქვათ, და რაღაცა, ვთქვათ, თეატრში წახვალ, კინოში წახვალ, სხვადასხვა ვთქვათ, კულტურულ ღონისძიებასაც გულისხმობ, თუ ვისაც რა სიამოვნებს და ვინც რაში პოულობს უფრო მეტ დასვენება, ანუ ვისთვისაც რა არის, ხო, დასვენება. ანუ ეს რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ წლის ბოლოს დავგეგმოთ რაღაცა ისეთი მასშტაბური შვებულება დასვენება, არამედ თუნდაც დღეში რაღაც გარკვეული დროც გამოვუყოთ ჩვენ თავს იმისთვის, რომ განვიტვირთოთ. ნამდვილად არსებითი მნიშვნელობის არის და ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ჩემთან მოსულ ადამიანებს, რომ როგორ ისვენებ დღის მანძილზე, რა საკეთებ შენი თავისთვის და ეს არის ხოლმე ძირითადად ჩემი მთავარი შეკითხვა. ნამდვილად იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ მენტალურად შემძლე და უნარიანი მოვახდინოთ სხვადასხვა ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში, გვჭირდება ვიყოთ კონტაქტირებაში სამყაროსთან საკუთარ თავთან. ამისთვის გვინდა აუცილებლად გვინდა რომ ვიყოთ
ბოლოსში. შესაბამისად, დასვენება აქ მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ თუ მე და ჩემი ფსიქიკა წავიდა ბარნაუთისკენ, ეგრეთ წოდებული გადაწვის სინდრომისკენ, იქ უკვე შემოდის დეპრესიები, შფოთვები და უფრო მძაფრდება სიტუაცია. შესაბამისად, ყოველდღიური აქტივობა თუნდაც 30 წუთი ფეხით გასეირნება. თუნდაც ისეთი სასიამოვნო საქმის კეთება, რომელიც ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს, ნებისმიერი ტიპის ჰობი, რაც შეიძლება იყოს, ეს ძალიან დამხმარე არის. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ ველოდებით რაღაც გრანდიოზულ დიდ შვებულებას, აქ მოლოდინები იზრდება ძალიან და თითქოს აი ამ 10 დღეში, 12 დღეში უნდა მოვახდინოთ მთელი წლის მარაგის შევსება, რაც რა თქმა უნდა, რომ შეუძლებელია და ვერ ვიტყვით, რომ მთელი წლის მანძილზე შესაძლებელია ეს შვებულების პერიოდის გაყოლა. ემოციის თავს ალბათ, ხო? რა თქმა უნდა. გამოდის რომ მე ჩემი мотиваცია მაქვს მობილიზებული მთლიანად რომ ყველაზე კარგი დასვენება უნდა იყოს, იმდენად დიდ ენერგიას მიმართავ ამ დასვენების ჭყალებში ვიტყვი დაორგანიზებაში რომ რეალურად დასვენება არ ხდება. და აი ასეთ დროს არის ხოლმე ყველაზე ხშირად იმედგაცრუებებით, კივილები რომლებიც მოდის და ხშირ შემთხვევაში არის რომ რაში გავფლანგე ჩემი ეს ძალიან ძვირფასი დასვენების დღეები, შემეძლო რაღაც სხვა მექნა და რეალურად თუ დავაკვირდებით, ის რაღაც სხვაც შეიძლება არ იყოს ზუსტად ის რაც ადამიანს სჭირდება. იქიდან გამომდინარე რომ ეტაპობრივი შემოტანა დასვენების ყოველდღიურ ცხოვრებაში არის არსებითი მნიშვნელობის. და ყველაზე დიდი დასვენება, როდესაც ჩვენ ძილს ვარჩევთ ხოლმე კვირა დღეს და არ მივდივართ ტაძარში, აი ჩემთვის ხა პირადად ალბათ ძალიან ბევრი ადამიანისთვის დიდი ძალის მომცემი, მადლის მომცემი და რაღაცნაირად ძალების აღმდგენი არის სწორედ წირვაზე დასწრება კვირა დღეს, მაშინ როდესაც უამრავი ადამიანი არჩევს რომ დაიძინოს და ნუ ამბობს რომ ერთი კვირა დღე მაქვს და ამ დღეს მაინც დავისვენებო და სინამდვილეში სულ საპირისპიროდ არის. თქვენ როგორც ფსიქოლოგი რას გვეტყვით? ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია ერთის ფსიქოლოგიური კუთხით თუ ვიტყვით, იქიდან გამომდინარე რომ ჩემი რწმენა ღირებულებები განსაზღვრავს იმას თუ ვინ ვარ მე. ასევე განსაზღვრავს იმას როგორი აქტივობის სტილი მაქვს და როგორი დასვენების სტილი მაქვს. შესაბამისად, როგორც თავში ვახსენე, ძალიან ინდივიდუალურია დასვენების მდგომარეობა. დასვენება რა თქმა უნდა არ არის. დიახ, რა თქმა უნდა. და ძალიან ღრმა თემა არის, რასაც ვთქვათ, დასვენებასთან. კი, აქ ღირებულებათა სისტემას ცალსახად შევეხებით. იქიდან გამომდინარე რომ ყველა ადამიანისთვის ის სასიამოვნო აქტივობა, ის სასიამოვნო მდგომარეობა, რომელიც ავსებს მას სულიერად, ემოციურად და ფიზიკურად, არის დასვენებისთვის პირველი მთავარი კომპონენტი და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ემოციურ ჭრილში ძალიან დიდი მხარდაჭერის მიცემა. დიახ, და იმაზეც ვისაუბროთ, რომ ვთქვათ, აი დედები ვართ ხო და ბავშვებთან ერთად, შვილებთან ერთად გვიწევს დასასვენებლად წასვლა. ზოგს ყავს მცირეწლოვანი შვილები, რაც ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს და გამოდის, რომ ქალბატონები არათუ ისვენებენ, არამედ ორმაგად იღლებიან ხოლმე აი ესეთ პერიოდში და აი რას ურჩევთ ესეთ ქალბატონებს, დედებს, ვისაც უწევთ და ნუ ეს არის ჩვენი მოვალეობა, რა თქმა უნდა, რომ შვილებთან ერთად წავიდეთ, დავისვენოთ და რაღაცნაირად ჩვენს დასვენებაზე იმ პერიოდში უარს ვამბობთ, ხო, რეალურად ესე გამოდის. რეალურად გამოდის, რომ დედა არასდროს არ ისვენებს. აი სწორედ გუშინ ამბობდა ჩემი ერთი მეგობარი, რომ როდესაც ადამიანი ხდება დედა, ის უკვე რაღაც სხვა რეჟიმზე გადაეწყობა და ცხოვრების ახალ სტილზე გადადის. რეალურად დასვენებასთან მიმართებაშიც რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გადანაწილება. ადამიანების შემოყვანა ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც გვეხმარებიან, რომ მართოდ ესა თუ ის სიტუაცია და თუნდაც დასასვენებლად წასვლის დროს დედა ისევე როგორც მამა, ბებია, ბაბუა, ის ადამიანები ჩართულები არიან დასვენების პროცესში, თანაბარი პასუხისმგებლობის და ვალდებულების ქვეშ მყოფი ადამიანები არიან. შესაბამისად, აქ შემოდის არა მხოლოდ დედის როლი, არამედ მამის როლიც და იმ ოჯახის წევრების როლიც, რომლებიც ჩართულნი არიან ბავშვთან კომუნიცირებაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის, რომ უფრო მეტად დაიღალოს ადამიანი ამ აქტივობაში გადაბარგება, მომზადება და ასე შემდეგ, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი მექანიზმი, რაც დამხმარე იქნება. თუნდაც დავამენეჯმენტოთ დრო ისე, რომ გქონდეს ჩემთვის 1 საათი დღეში თავისუფალი დრო. აი ნინო, რაც შეეხება ზაფხულის შემდგომ პერიოდს. აი როგორ დავუბრუნდეთ სამუშაო პროცესს, უკვე შვებულებიდან დაბრუნებულები, ესეც ძალიან რთული პროცესი ალბათ, ხო? შეჩვეული, როდესაც ვართ რაღაც დასვენებას, ვალდებულებები ჩავიხსენით, დროებით, რაღაც 1 თვით, 2 თვით გააჩნია ხო სამსახურის შესაბამისად ხანგრძლივობას შვებულების. როგორ დავუბრუნდეთ უკვე სამუშაო პროცესს შვებულების შემდგომ? ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია თუ ვიტყვით
ამას, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ადამიანი ეჩვევა აი ამ დასვენების მდგომარეობას და მისი სამსახური შეიძლება აღიქმებოდეს როგორც უფრო ნეგატიური ვიდრე პოზიტიური. ანუ უფრო მეტად დამღლელი სამსახური, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები мотивაციით ბრუნდება ადამიანის სამსახურში და ასეთ დროს ის გარემო უნდა იყოს ხელშემწყობი და მხარდამჭერი, რომელშიც იგი მუშაობს. როგორც საოფისე იქნება ეს სამსახური თუ ნებისმიერ ტიპის, ანუ მენეჯმენტის მთავარი ვალდებულება არის ამ შემთხვევაში შეუქმნას პირობები, რომ მოანდომოს ადამიანს დაბრუნება და მეორე მხრივ იმ კონკრეტული დასაქმებული ადამიანისთვისაც მნიშვნელოვანია დაინახოს რა საკეთებს სამსახურში, რა არის ღირებულება, რომელსაც ის ემსახურება ამ სამსახურში და დაბრუნდება უფრო მარტივად და ეს onboarding-ის პროცესი უფრო მარტივად მიდის. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი არის ასევე სიტუაციურად, რომ ვერ ისვენებს. შვებულების პერიოდი აქვს და ამ შვებულების პერიოდში მუშაობს ჩვეულებრივად სახლიდან. ტელეფონზეა მუდმივად და თვითონ პასუხობს, უწევს თქვა პასუხების გაცემა. ხო, აი ესეც საკმაოდ ნეგატიური მდგომარეობა იქიდან გამომდინარე, რომ ესე იგი არ ეძლევა მას საშუალება გამოიყენოს თავისი დრო და რესურსი. შეიძლება სამსახურიდან საერთოდ არ აქვს მას ესეთი მოთხოვნა, რომ იყოს მუდმივად კონტაქტზე, მაგრამ ეს უკვე მისი ქცევითი პატერნია და ამას ფსიქოთერაპევტები ხშირად ვეძახით ხოლმე გაქცევის მოთხოვნილება აქვს. თითქოს რომ ჰიპერკომპენსირება მოახდინოს საკუთარი თავის სამსახურში. შესაბამისად, ასე დროს უკვე ფსიქოთერაპევტები ვერთვებით, რომ დავეხმაროთ შეარჩიოს იმ დასვენების მეთოდი და მექანიზმი, რომელიც მისთვის არის ყველაზე მეტად მორგებული. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად ტელეფონი ცოტა ხნით გადავდოთ გვერდზე დასვენების პერიოდში. ნუ რაღაც აუცილებელ ზარებს კი, მაგრამ ის რაც სამსახურთან არის დაკავშირებული, რაღაცნაირად ამ თემებს რომ თლიანად ჩამოვცილდეთ, თუნდაც 2 კვირა. რა თქმა უნდა, სოციალური მედია დეტოქსი ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლურჯ ეკრანთან არ მქონდეს შეხება. ასეთ დროს ისვენებს ტვინი და გარდა ამისა არის უფრო მეტი შანსი იმისი, რომ ადამიანმა რეალურად დაისვენოს სხეულებრივად და ფიზიკურად და არ ქონდეს ზედმეტი გამღიზიანებლების შემოტანა. შესაბამისად, თუ კი დასვენებაზე ვსაუბრობთ, დასვენება არ გულისხმობს კიდევ ერთხელ ვიძახი ტელეფონში სკროლას. დიახ. თუმცა თანამედროვე ადამიანი მიეჩვია ინტერიერის სიმყუდროვეს და ნუ რაღაცნაირად ურჩევნია, რომ ოთახში თქვათ რაღაც ჩაერთოს კონდიციონერი ზაფხულში, რაღაც ნუ აი თითქოს აი ინტერიერში რაღაც შემოზღუდულ სივრცეში უფრო ისვენებს. არის ხო ესეთი შემთხვევები და თქვენ თავიდან აღნიშნეთ, რომ ინდივიდუალურია. ვისთვის რა არის დასვენება, თქვა შეიძლება ვიღაცისთვის სუფთა ჰაერზე სეირნობა და ვიღაცას უბრალოდ ესე უნდოდეს, რომ ოთახში იჯდეს მთელი შვებულების პერიოდი. ეგ ძალიან რეალურად ისვენებს ასე ადამიანი, აი ეს არის საინტერესო. ბუნებრივია რომ ისვენებს, თუ კი ის მასზე მორგებული დასვენების მექანიზმია და შეიძლება წიგნს კითხულობდეს, ან რაიმე ჰობით იყოს ამ დროს დაკავებული. თავს კომფორტულად. ბუნებრივია. ის პირადად ჩემთვის ტემპერატურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რაც არ უნდა ეს იყოს, რა ქვია, გარეთ ძალიან კარგი ბუნება, მაინც კონდიციონერთან სახში მირჩევნია, მაგრამ ესეც ინდივიდუალური მორგების სტილია. შესაბამისად, თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე ვისაუბრებთ, უნდა შეარჩიოს ეს ადამიანმა თავისით, გადაწყვიტოს თვითონ და გარდა ამისა, თუ კი ის არჩევს სახში დაჩინას, მნიშვნელოვანია, რომ გარე გამღიზიანებლები ნაკლები იყოს, თუნდაც იქნება ეს თეთრი ხმაური, თუნდაც იქნება ეს რაღაცა სამშენებლო სიტუაციები და ასე შემდეგ. კი თეთრი ხმაურის მომენტიც არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რაც არის ჩართული ტელევიზორი, რომელიც თავისთვის არის რჩევები, რეკომენდაციები იმისთვის, რომ ყოველდღიურად ჩვენს თავს რაღაც პატარა განტვირთვა მოვუწყოთ და ამით დავასრულოთ. ანუ ყოველდღიური არა ის, რომ რაღაც დაველოდოთ გრანდიოზულ შვებულებას, სუნთქვითი ვარჯიშები, ვთქვათ, აი ფიზიკურ აქტივობას რამდენად აქვს მნიშვნელობა ამაზე? ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ განტვირთვა მოხდეს ადამიანის, გარდა ამისა სუნთქვასთან მიმართებაში ღრმა სუნთქვის სავარჯიშოები, რომლებიც ეხმარება ადამიანს მობილიზებაში და ფოკუსირებაში, ეს ძალიან კარგია და დღეში დაახლოებით 9 საათიდან 1 საათამდე საკუთარი თავისთვის დათმობილი დრო და აი ამ დროში არ შედის არანაირი კონტაქტი ელექტრონულ ეკრანთან. ძალიან დიდი მადლობა. ისურვებ წარმატებას და კარგ დასვენებას. ბედნიერ დასვენებას ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნინო კერესელიძე საუბრობდა სტუდიაში.